სტანდარტში ჩვენ რაც არ უნდა შემოვიტანოთ საბოლოო ჯამში თუ რაღაც ბაზისები არ გვაქვს სერიოზული გარედან რაც არ უნდა ფასადი გქონდეს პრობლემური არის ხოლმე ესეთი სისტემის შენარჩუნება და ამ კუთხითაც ვიმედოვნებ რომ აი ეს ციფრული CBDC პრინციპში ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა ევროში რაც იქნება ამას გაუწევენ სხვა სტაბილურ ქოინები კონკურენციას და იმედია ნებაყოფლობითობის ელემენტი მაინც დარჩება. როგორც კი ნებაყოფლობითის ელემენტი ამოვარდება, ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ კომპანიების მიგრაცია ერთი ადგილიდან მეორე ადგილში 21 საუკუნეში არც თუ ისე რთულია, როდესაც არსებობს ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად გაშლილი ხელებით ხდება კრიპტო კომპანიებს და შეღავათები რაღაც კუთხით არის. დაწერთ კომენტარებში თქვენ მithumetes ევროკავშირის ტერიტორიიდან ვის გუყურებთ როგორ იგრძნობა ეს ცვლილებები ზოგადად აი სტაბილურ ქოინებთან არა ზოგადად კრიპტოვალუტებთან მიმართებაში თქვენს ირგვლივ რა ისმის დაინტერესება არის თუ არა აწუხებთ თუ არა ზოგადად ასე ვთქვათ CBDC-ების პრობლემები საინტერესო იქნება მოკლედ თქვენს ირგვლივ რაც ხდება ის რომ გაგვიზიაროთ